გამარჯობა პატივცემულო მაყურებელო, გამარჯობა ბაკურიანი, გილოცავთ ძველით ახალ წელს, თუმცა სულ მალე მოვიპარავთ. გამაგრინჩ იზონ! მოგესალმებით გამაგრინჩის კონფერენციაზე. მოგესალმებით მებრძოლებო! მოგესალმებით პატივცემულო დამსწრე საზოგადოება. მოგესალმები პატივცემულო მაყურებელო ყველას ლიდერბეტზე, გამატევეზე, YouTube-ზე. დაგვიჭირეთ ხარი აქვე. დალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარი, გაუზიარეთ მეგობრებს. ჩვენ უმაგრესი სანახაობა გველის. თოვლი დადნება. ჩვენ ატომურ ომს მოვახდენთ აქ ხვალ. და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორს ოპერა by ლიდერბეტ. აპლოდისმენტები მეგობრებო. მაშასე ჩვენ გველის 11, კი ბატონო 11 უმაგრესი ბრძოლა, მათ შორის დებიუტანტების ბრძოლა, გრან-პრის ბრძოლები და რა თქმა უნდა საჩემპიონო ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ბექა კორტავა სამწუხაროდ ჯანმრთელობის გამო ვერ ჩაატარებს პირველ ქამრის დაცვას, როგორც ჩვენმა მაყურებელმა იცის, ერთგულმა მაყურებელმა, ბაბუ კირვალიძემ დააზღვია ეს ბრძოლა და ბექას არა, მაგრამ ბაბუს ბედმა გაუღიმა და მიიღო შანსი, რომ იბრძოლოს ტიტულისთვის. ამიტომ ძალიან მაგარი ივენთი გველის ხვალ. მე კი ძალიან მიხარია და უკვე გულის ფანცქალით მინდა წარგიდგინოთ პირველი წყვილი. მზად ხართ? Yes. მაშასე წონითი კატეგორია 4 მეტრ კუთხეში ნიკა ბოკელავაძე. გადაეცით მიკას მიკროფონი გთხოვთ და ნიკას მეტოქე ოთარ აბრამიშვილი. ოთარისაც გადაეცით მიკროფონი. გამარჯობა. გაგიმარჯოთ ბიჭებო. მაშასე ნიკა. გამარჯობათ, მივესალმები დამწრე საზოგადოებას, ჩვენ მაყურებელს, ჩვენ გულშემატკივარს, ვერას მოგილოცავთ შობა ახარწევს რა ვარს და ეს არის. რაც შეეხება ჩვენ ბრძოლას, ბრძოლისთვის მომზადება კარგად ჩაიარა. მადლობას ვუხდით ჩემ სპარინგ პარტნიორებს და ჩემ წვრთნელ გოჩა თორღაშვილს, რომელიც ახლა გბრძანდება. ხვარი კიდე ნამდვილად დაგინთებ და კარგად გავხსენით ამ ბრძოლას, კარგად ვარ მომზადებული, კაი დუღზეც, კაი ჯანზეც. იმედია ჩემ მოწინააღმდეგესო, თავიდანვე ნოკაუტი არ ავკიდო. თუ ლაპარაკი თუ არ გიყვარს, ზოგადად მაინც წარგვიდგინე შენი თავი, გამას მაყურებელი არ გიცნობს და გაგვეცანი. ოთარი აბრამიშვილი 35 წლის ყოფილი მოკრივე, თუ კარგად დამაკვირდება გამას მაყურებელი თვალებში, უარეს ცეცხლს დაინახავს ვიდრე ნიკას თვალებში. შესანიშნავი. ოთარ, კრივის კარიერაზე რომ მოგვიყვე, ყოფილი ახსენე და ნუ აი ოდნავ მეტი რომ მოგვიყვე ამის შესახებ, რამდენი ხანი დადიოდი, რამე მიღწევები თუ გაქვს და ასე შემდეგ. სამოყვარულო კრივით ვიყავი დაკავებული, ისეთი სერიოზული მიღწევა არაფერი, უბრალოდ კრივის ტექნიკას საკმაოდ კარგად ვფლობ. შესანიშნავი. დიდი ალბათობით გეცოდინება, რომ გამაში, რა თქმა უნდა, ახლა ყველა საბრძოლო სპორტი დასაფასებელია, თუმცა, ნუ მუშტი კრივი არა და ამისთვის რამდენად მზად ხარ? მაქსიმალურად. კი ბატონო, ნიკა, შენ შეგეკითხები, ცოტა ჩემზეც რო გადმოიტანო ყურადღება, უკვე შეჭამე შენი მეტოქე თვალებით და. ჯერ თვალებით და მუშტებით ხვალე. შენს მომზადებაზე რომ მოგვიყვე ორიოდე სიტყვა და ნოკაუტ. მომზადებას გავდიოდი გუდაუში სპარინგ პარტნიორებთან ერთად, ამას მაგრად ჩაიარა. ფიზიკურ მომზადებას კი თბილისში ჩემ წვრთნელებთან ერთად. მე ყველაფერმა ძალიან მაგრად ჩაიარა. ძალიან კაი ხოძეც ვარ, ტექნიკური მხარეც დავხვეწე იმ სპარინგების მერე, ძალიან გიჟივით მარტო აღარ ვიქნებ ხედავს, უკვე ტექნიკურად მაგრამ თან გიჟივით. შესანიშნავი. რავი, მე მგონი სათქმელი ბევრი არაფერი დარჩა. მაყურებელს თუ აქ რამე კითხვა გთხოვთ
გამოიჩინოთ ინტერესი, თუ არ გაქვთ და face to face დააბრუნეთ მიკროფონები. მაგით ხმა Mika, crazy, აი გამოგაცხადებთ, არა აქვთ, გამოცდილება არა აქვთ, ეთყობა ბიჭებს. კაი, მეორე წყვილზე გადავიდეთ, თუ ესე ძალიან გვაჩქარება. მაშასე, ბრძოლა 76 წონით კატეგორიაში. და მე მიხარია ამდენი ხნის მერე ეს მებრძოლი რომ დაგვიბრუნდა. Desert Eagle, Merab Gugasiani. გამარჯობა. დამერაბისთან რიგს გაიზიარებს არანაკლებად მრისხანე მებრძოლი და ასევე მისი რინგნეიმიც თორნიკე Scarface თუმანიშვილი. ახლო დაიჭირეთ მიკროფონები გთხოვთ. არა, ერთმანეთთან კი ბატონო ახლო მოთმარა. ჯერ ვიჩხუბებთ თქო. კაი, მერაბ, მიდი შენ გაძლევ სიტყვას, მელოცვას აპირებდი და მე რას დაუპირებ მეტოქეს, ეგეც რომ მოგვიყვე. მოგილოცავთ ყველას, შობა ახალ წელს, მრავალს დაესწარით. რა ვიცი, რას უპირებ? არაფერს არ უპირებ, გამოვალ რინგზე და ვიჩხუბებ, გამარჯობა მინდა. ეხლა გეგმები და რაღაც არ მაქვს ისეთი და არც გავთხოვ ჩემ თავს რას ვაპირებ. გასაგებია, მომზადებული თუ ხარ? კი, მომზადებული ვარ, ეხლა ვერ ვიტრაბახებ, რომ მარტის მერე სულ ვარჯიშით ვიყავ და ბევრი რაღაც იყო, რაც ვარჯიშს ხელს უშლიდა, მაგრამ ბოლო პერიოდი ერთი თვეა ვემზადები, ვარჯიშობ. ნუ არა, საკმარის ფორმაში ვარო, გამარჯობა მოვიპოვო, ფიქრობ. შესანიშნავი. თორნიკე, შენ მოგესალმებით ყველას დავსწრ საზოგადოებას, ყველას მიულოცავ შობა ახალ წელს. ბევრი სათქმელი არაფერი არ მაქვს, უბრალოდ მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს მწვრთნელებს, აგერ გიორგი ბაბუკირვალიძეს, ვინც მომზადებდა, კოტე ჯანგავაძეს, უღრმესი მადლობა ბიჭებს, ვინც ვეხმარებოდა ამ ხნის მანძილზე და ყველაფერს ნახავთ ხვალ როგორ და რა იქნება. კი ბატონო. მე კითხვა მაქვს, ხა კრივში მერაბის დიდი გამოცდილება აქვს. შენ ნაკლები, თუმცა მოკრივესთან არ გაგიჭირდა ბრძოლა, ხო? შენ დებიუტში და აი შენთან მაქვს კითხვა, რამდენად აფიქრობ, რომ ეს კრივის ტექნიკა მერაბის დაეხმარება და შენც როგორც პირად საუბრებში, ასე ვთქვათ, გამიზიარე, კრივში ემზადებოდი და საკმაოდ დიდი დრო დაუთმე. რა თქმა უნდა. კრივში ვემზადებოდი, მაგრამ აქ არ ამგონია იმდენად გამოგვადგეს კრივი, ოქტაგონზე უფრო გამოგვადგებოდა. ნუ ოქტაგონზე მაქვს იცით ორივე ბრძოლა ჩატარებული, აქ პირველი იქნება, მაგრამ არ არის პრობლემა. მერაბ, შენ ოქტაგონი არ გაღირსეთ, ისევ საბურავებში დაგაბრუნეთ. სასიხარულოა თუ პირიქით არ გინდა ეს ოქტაგონი. საბურავები გირჩევნია თუ გალია? ჩხუბი მევასება, ოქტაგონი იქნება ეს თუ საბურავები მნიშვნელობა არ აქვს რა. კეთილი. კარგი, მაშინ დავაბრუნოთ მიკროფონები, ვინმეს კითხვები თუ გაქვთ, რა თქმა უნდა არ გაქვთ. როგორც ყოველთვის. კი ბატონო, დავაბრუნოთ მიკროფონები და დავუპირისპიროთ ბიჭები. მერაბ, Desert Eagle, Gugasiani, თორნიკე, Scarface, თუმანიშვილი. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. ეს ბრძოლა ჩატარდება 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და ეს ბრძოლის სანამ მებრძოლებს გამოვაცხადებდე, მინდა წინა ისტორია მოვყვე, რომ ამ ბიჭებს აქვთ უკვე ერთი ბრძოლა ჩატარებული და ეს რემატჩია გარკვეულ დონეზე. და უშუალოდ ერთ-ერთმა მებრძოლმა მოითხოვა, რომ მუშტიკრივი შიშველ მუშტებით უნდა იყვესო და ჩვენს დაუკმაყოფილეთ, რა თქმა უნდა დაუკმაყოფილეთ ეს მოთხოვნა.
და მე მინდა ვიხმო განგსტა თორნიკე ციკლაური რომელიც საბურავებს გაიზიარებს როლანდ პლუჟნიკოვთან იხელთეთ მიკროფონები ბიჭებო მაშასე თორნიკე შენით დავიწყებ წონას არიკლებ ну აი თითქოს არა ეხლა ალკოჰოლის სუნი არ დაყვება თან და მაგრამ კევა დაღეჭა მაგრამ აქამდე გავიგე რომ ხვალ დალევას ვაპირებო შარიანი ვარო უფრო და ბიჭო მითხარი ასე არასერიოზულად რატო უდგები ბრძოლას? ნუ არასერიოზულად არ უდგები რა, უბრალოდ შემიძლია ნებისმიერ მდგომარეობაში ბრძოლა, მაგრამ ნუ ხვალ ბრძოლის შემდეგ დავლევ რა. ბრძოლის წინ არა, ბრძოლის შემდეგ დავლევ. ანუ ერთადერთი რაც მოითხოვე შიშველი მუშტები იყო და ეს ამდენად დიდ უპირატესობას გაძლევს? ნუ ზოგადად კი შიშველი მუშტები უპირატესობას მაძლევს ყველა მებრძოლთან რა, იმიტომ რომ ეს ეხლა ჩემზე ბევრად გამოსტილია, ნუ MMA-ში და არა აქ ეხლა მნიშვნელობა იყოს ჩემზე გამოსტილი, ხვალ უბრალოდ დადებს აქ თავს რა, აი მაგის პირობას ვდებ რომ დადებს თავს. პროს იქედან გამომდინარე რომ უბრალოდ ამას როგონია რომ მე იქ ბრძოლა ჩხუბით მომიგო, აი მაგიტო პროსტა იმდენად გჯერა მაგის რომ მე აქ დავდებ. რამდენად გჯერა მაგ. ჩემი და შენი პირველი ჩხუბიდან გამომდინარე მჯერავს, იქედან რომ ორი რაუნდი ჩემი აქტიურობით მიდიოდა ბრძოლა და მგონი იგრძენი ყველა დარტყმა იგრძენი, უბრალოდ ერთი მომენტი მომხვდა, ავდექი ბრძოლა გავაგრძელე და შემდეგ მარჯვენა ხელი დავიზიანე, კარგად გახსოვს, რის ხარჯზე შენ ბრძოლა წაიღე. თორე იმ ერთ ნოკდაუნს აი იმენა თავზე გადაგახევდი, ისე მოგიგებდი ბრძოლას. ანალიზის უნარი გააქვს? რისი? ანალიზის უნარი. ხვალ გაჩვენ. მოდი. ხვალ როგორ უნდა მაჩვენო, ანუ წარსულზე თუ მესაუბრები, ხო შეგიძლია გაანალიზო წარსული ხო და იმ ბრძოლას. მე მაგარი მკიდია წარსული ბრძოლა. აქ ახალი მომზადება ხო და ახალია და მაგიტო შემოდი. კი, სულ სხვა წესებია, რომელიც წესებს. სულ სხვა წესებია, რომელიც წესებით ჯერ შენ არ იცი და მით უმეტეს ის წესები არის და შენ ნახავ ყოველ შემთხვევაში იმ თორნიკე ციკლაურს, რომელიც თორნიკე ციკლაური ჯერ ვერც ერთმა მებრძოლმა ვერ ნახა. და ნუ რავი კიდე ყველა მებრძოლს მინდა აქედან მიმართო, ვინც ჩემთან რინგზე აპირებთ შემოსვლას, გაიხადეთ თათმანები და ყველანი ეგრე შემოდით ვაფშე. მოდი წარმოადგენ როლანდ, შევახსენებ უბრალოდ შენს თავს, ჩვენს მაყურებელს როლანდ პლუჟნიკოვი, მეგობრებო. უბრალოდ თორნიკემ ეგრევე ტრეშტოკით შეუტია, არ მაცალა წარდგენა მებრძოლის. როლანდ შენ გაქვს უკვე მუშტიკრივში ორი ბრძოლა ჩატარებული, გამას რინგზე ერთი ბრძოლა ჩატარებული, ძალიან მაგარი ბრძოლა იყო ორივე და მე მინდა შეგეკითხო რომ შიშველ მუშტებზე ეს იქნება პირველი ბრძოლა შენთვის და რამდენად მოემზადე უშუალოდ ამ ნუანსისთვის და რამდენად ასე ვთქვათ უპირატესობას აძლევს ეს შიშველი მუშტები თორნიკეს თუ ცდება თავის ვარაუდებში. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მე ბრძოლი ვარ და რავი, ყველგან ვიბრძოლებ, რინგი იქნება, საბურავები იქნება, ოქტაგონი იქნება, ყველგან შემიძლია ბრძოლა. ანუ მე ინიციატორი არ ვიყავი შიშველ მუშტებზე ბრძოლის, მაგრამ რავი, თორნიკემ მოითხოვა, გონია რომ ეგრე მეტი შანსი აქვს და რავი, ნახოთ რა იქნება. ჩემთვისაც, კარგი, შენ როგორც გინდა ისე ჩათვალე, მაგრამ რავი, ჩემთვისაც ჩემ თავთან კარგი გამოწვევაა რა, რადგან რავი, ბეარ ნაკლს ვუყურებ ხშირად და რავი, ძალიან სასიამოვნო საყურებელია და ახლა ვნახავ როგორი იქნება, როდესაც მე თავად გამოვწვი ამას. ეხლა გასინჯავ, შენ პროსტა ხელის ჩამორთმევასაც ვერ მოასწრებ, დამიჯე. როგორი აღდგენილი ხარ? როგორი აღდგენილი ხარ? მომიყევი შენ აღდგენას. ჩემ აღდგენაზე, რავი, ეხლა საერთოდ არაფერი დამიკლები, ანუ აღდგენიც არაფერი არ მქონდა, რავი, შენ ქეგეთყობა ჩასუქებული ხარ, ჩაპუტკუნო. წინა საახალწლო ბაკურიანის თეთრი თოვლი შენი სისხლით შეიღება როლანდ. კაი. სისხლით ანუ ჩემი შეშინება როგორია? იცი ბავშვს რო კამფეთს მიუგდებ და შეაშინებ იგი. შენც იგივეს გეტყვი, რაც ყველას. რაც
ვანიშვილს უთხარი, რაც სატავას უთხარი, რაც ყველა წინა მებრძოლს. ყველასთან რა გამოგივიდა? აი ეს წარბი გამიხსენი, აი ეს წარბი. ანუ რავი კემპში გავიხსენი ამდენჯერმე წარბიც, თვალიც. ბიჭო, წავაგე, მაგრამ ბაზარი არ არის, წავაგე, მაგრამ ბრძოლა რომელთან არ დავდე და რომელი არ ცემე მითხარ. რომელიც ემე? ყველა. ვა, საღოლ. ხო გითხარი, ანალიზის უნარი დახვეწე. უნარებზე შედგე ხვეწები რა, რაღაც რავი რა, უნარების მასწავლებელს გინახავ და იარე უნარებს. კაი, აღარ გვინდა ბევრი ლაპარაკი, შენ პირდაპირ გეუბნები ხვალაკ დაიძინებ ძმა. კაი, როგორც შენ გინდა რავი. ვიბძოლებ ბოლომდე და ვნახავთ ვინ დაიძინებს. ბოლომდე ვერ ვიბძოლ. კეთილი. კარგი, ვნახავთ მაგას. ბიჭო, აბა რა მაყურებელს თუ აქვს ვინმეს კითხვა? ჩემი ბრძოლები ბოლომდე მახსოვს სულ ორია დამთავრებული. ერთია აქ ქვაჩახიესთან და მეორეა ჰიტრონში შურღულაიესთან. დანარჩენი ან მე ვეცემი ან ისინი. ხვალ შენ დაეცე. რა მეტი სათქმელი მე მგონი არაფერია. თუ როლანდ ვწდები პირი დაამატე კაცო, რაზეა ლაპარაკი და ანუ არ მაცადა მოსალმება, მინდა ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ ჩობა ახალი წელი, გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და რავი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ მაყურებელს, ყველას და ასევე მთელ საქართველოს ყველაფერს საუკეთესოს უსურვებთ. შესანიშნავი, როლანდ, დააბრუნე მიკროფონი. და face to face. თორნიკე, განგსტა, ციკლაური, როლანდ, პლუჟნიკოვი. კამერებისკენ. აპლოდისმენტები მებრძოლებს. ნახდათ პოზიტიური დღეა. ისე ბაკურიანში პირველად ვატარებთ ივენტს. ძალიან მიხარია როგორ მიდის ეს ორგანიზაციული საკითხი, ვამჩნევ მებრძოლებსაც რომ მოწონთ აქაურობა და ეს არა მარტო მებრძოლებს, რინგოგოებიც კი სულ გაღიმებულები დადიან. რაც გვიხდება თოვლით, ხილამურები და ასე შემდეგ. ვიმედოვნებ რომ ხშირად ჩამოვალთ აქ კიდე და აქ მყოფმა აუდიტორიამ და ზოგადად გამას მაყურებელო თუ გინდათ რომ ხშირად ჩავატაროთ ბაკურიანში ივენთი დაუკარით ტაში უპირველეს ყოვლისა და რა თქმა უნდა გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში და ბაკურიანზე ხო არ მთავრდება რა ეს სამყარო დაწერეთ რომელ ქალაქში გინდათ იხილოთ გამა ყველაზე ხშირად ლას-ვეგასში კი ბატონო გორში ბაზარია რა გორში კარგი დაწერეთ ჩვენო პატივცემულო მაყურებელო სად გინდათ გამა რო ჩატარდეს და რაიცი იქნებ მალე სულ მალე თქვენთანაც ჩამოვიდეთ მე კი გადავალ შემდეგ წყვილზე მაშასე წონითი კატეგორია 56 კილოგრამამდე და კიდევ ერთი დიდი პაუზის შემდეგ მებრძოლი დაგვიბრუნდა ბეკა გაბაიძე და ბეკას დაუპირისპირდება ლადო მეგრელიძე გამარჯობა ბიჭებო მოგესალმებით გამარჯობა ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა რომ მიუხედავად იმისა რომ ეს ბიჭები 56 წონით კატეგორიაში იბრძვიან ძალიან მოსალოდნელია უსასტიკესი ბრძოლა ჩემი პირადი დაჯერებით ეს ბრძოლა შეიძლება გახდეს fight of the night-ის ასე ვთქვათ მომგები და არ გამიკვირდება თუ დროზე ადრე დაამთავრა ნებისმიერმა მებრძოლმა და დაუმთავრა ასევე თავის მეტოქეს ხო ამიტომ გავიგოთ ახლა აბა რა შემართებით არიან ბიჭები და ბექა შენით მინდა დავიწყოთ გამარჯობათ მოგესალმებით ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს სხვა ჩხუბს არაპირებ დანარჩენი ხვალე რა ეს
კაი, სად იყავი ბექა? ერთხელი ჩხუბე და სამჯერ ავარიაში დაიმტვერი და რა დრიფტაობ, გონკაობ, ტარება არიცი, პრავა აიღე, რავი რა, მოგვაკავი ცოტა. რატო იყავი ამდენ ხანს რინგს გარეთ? რატო მოგვანატრე ასე ძალიან თავი? ავარიაში მოვყევი და ტრაუმები ავიღე, კარგად რა. მართლა ორჯერ თუ სამჯერ მოხდა ეს, ხო? კი. და ტარება არიცი. სწავლობდი. ცოტა მაყურებელს მოუწოდებ, რომ ცოტა ფრთხილად ატარეთ, მით უმეტეს ბაკურიანში ზამთრის რეზინი აუცილებელია რომ გქონდეთ და რავი, ისე მოყინა რომ შიპები ანიცდა. როგორ ხარ? ჩემი ვარაუდით, ნახავდი პროგნოზებს, ხო, მე ხა პირდაპირი ადამიანი ვარ. რეალურად იმოქმედა ამ ტრავმებმა შენს, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობაზე და ხოდზე თუ ისეთი სასტიკი ხარ, როგორც აქამდე წინა ჯგუფში ჯალალთან იყავი? ანუ მეც პირდაპირ ვარ და იმას გეტყვი რომ ცდები რა. ოკეი, მე გამიხარდება თუ ასე იქნება. ლადო, თუ ვცდები დაგერხა. არა, ხუმრობ. ლადო, შენ როგორ ხარ მომზადებული? ცოტა წონისკლება 150 გრამი დააკლდა ლადოს, მაგრამ მე თვითონ ვთქარი რომ კაი გაანებეთ ხო თავის, სულ ეს მარტო ფინანსებზე აისახება და ქულებზე არ აისახება, გაუჭირდა და ანუ ეს უბრალოდ ბაკურიანის ჰავა მიმოქმედა ამაზე თუ რაღაც მომზადებასთან გარკვეული პრობლემები ქონდა? ცოტა ვრცლად რო აგვიხსნა. მოგესალმებით ყველას, გილოცავთ ახალ წელს შოუბას ყველაფერს, მრავლას დაესწარით. პირველად მომიწია ზოგადად კლება რა. წინა ჩხუბებზე კარგად იცი რომ ყოველთვის მატებაზე ვიყავი რა. ლამის საჭმის მოვდიოდი სასწორთან და ახალი რო იყო ალბათ მაგიტო, ეხა ბაკურიანის ჰავაც მოქმედებს, ყველაფერი მოქმედებს რა და მაგიტო დღეს დილასაც იცი რომ ვცადე, მაგრამ ფიზიკურად ჯანმრთელობით ვეღარ გავქაჩე და მაგიტო ვეღარ დავიკელე ის 150 გრამი რა. და მერჩივნა ჩამებარებინა ცოტა მეტი რა. კეთილი და ზოგადად როგორ ხარ მომზადებული? რა ფორმაში ხარ? ზოგადად ეხლა რო გითხრა, პიქში ვარ მეთქი არა, ცოტა მაკლია. მაგრამ ცუდადაც არ ვარ რა. იმდენად ვარ მომზადებული, რომ დროზე ადრე დამთავრდეს და მქონდეს. აქვე ჩაგეჩრები და რავი, არ დავიგინებ, მაგრამ შეგპირდებით, რომ პიქში მომზადებულ მებრძოლებს ვაჩხუბებ მარტო შემდეგ შეჯიბრიდან. იმიტომ რომ აი დავიღალე რა, უკვე ტვინი გამეღუნა, აი რა ვიცი რა, აი ცოტა რაღაცა ხელი შემიშალა და ლაი ბიჭო, ჩხუბისთვის მოდიხართ აქ, ერთმანეთს თავპირი უნდა დაალეწოთ და ისე რა მომზადებულები როგორ მოდიხართ, ჩემ ტვინში არ ჯდება. ამიტომ შემდეგ ივენთიდან პიქში, ფორმის პიქში ვინც არ იქნებით, აპრილი, მაისი 2026-ისკენ მოგამზადებთ, გაჩხუბებთ პიქში როცა იქნებით. გიო, შეგაწყვეტინებული ხო. ჩემთვის პიქში არ ვარ. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უკეთეს ფორმაში არ ვარ. მე ხვალ გამოვალ და თავპირსაც დავალეწავ და თავპირსაც დავილეწავ თუ საჭირო გახდა. კარგად იცი რომ ჩხუბს ადრე არ ვაჩერებ. დუქს არ ვუგდებ რა. და ეხა ჩემ პიქში რო ვიქნებ ისე მე როგორც გამიხარდება, მაგას რო ჭირდება უბრალოდ რა. ხო, გასაგებია რომ იდეალური არაფერია, თუმცა ხო საუკეთესო ვერსია უნდა გამოხვიდე ბრძოლაზე, ჩემი დაჯერება ასეთია. მებრძოლი, მით უმეტეს ჩვენ უკვე პროფორგანიზაცია ვართ, კონკურენცია საკმაოდ მაღალ დონეზე აწეული და მე მგონი აქ სათამაშოდ გამოხვიდე, უბრალოდ ძალიან უპირველეს ყოვლისა შენ თავს დააყენებ დიდ რისკის ქვეშ. კარგი, ვინმეს თუ აქვს კითხვები, თუ არა, ბიჭებო, თუ ხელს არ აწევთ, აღარ ვიკითხავ, ვინმეს თუ აქვს კითხვები, თქვენ საბრძოლო გაგიხდებათ, რომ შეეკითხოთ ვინმეს რამე. კარგი, დავაბრუნეთ მიკროფონები და პირისპირ ბექა გაბაიძე, ლადო მეგრელიძე, კამერებისკენ ბიჭებო. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები დაუთმოთ მებრძოლებს.
გადაგაგდეს. კარგი. ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, თუმცა ხვალ ხუმრობა აღარ იქნება. ხვალგელით მხოლოდ სისასტიკე, სისხლი და სანახაობა. მაშასე მეხუთე ბრძოლა. ეს ბრძოლა ჩატარდება 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მებრძოლი თეთრ კუთხეში აჰმედ კან ჰოჟგორ. სალამ ალეიქუმ. გამარჯობა აჰმედ. აჰმედს დაეხმარება შოთა გადათარგმნაში. აჰმედი მოგეხსენებათ უკვე მეორე ბრძოლას ჩაატარებს ჩვენს რინგზე და ამჯერად აჰმედს დაუპირისპირდება მერაბ ტარზანა იაშვილი. მოგესალმებით ყველას. მაშასე ბიჭებო, რამზად ყოფნაში ხართ? აჰმედ, უბრალოდ ყოვლისა შენ შეგეკითხები, წინა ბრძოლა ძალიან თავდაჯერებულად მოიგე, თუმცა ეხლა მეტად კონკურენტული მეტოქეგელის წინ არ დაგემალავ. როგორ ხარ მზად და შეგახსენებ როგორც მითხარი, დროზე ადრე აპირებდი ამ ბრძოლის დამთავრებას და იგივეა გეგმა თუ შეიცვალა. Yani nasıl yaptı, nasıl görüştü yani nasıl oynadı her şey ne yaptı bu zamandır. İlk maçımız çok kolay geçti. Benim için maç değildi ilk maç. İkinci maça çok daha güzel hazırlandım. Ben zaten bu maça diye hazırlanmıştım. Sonra bu maça hazırlanmaya çalışırken ben bu maçı aklımda kazandım. 2-0 oldu rekor. Ondan sonra 3. maç. როგორც წინა მაჩისთვისო მომემზადე და ვიყავი მზად და თავდაჯერებულიო, ეხლაც ისეო, მაგრამ ვიცი რომ რთულიაო, უფრო ძლიერი მეტოქე მყავსო, მაგრამ დარწმუნებული ვარო გავიმარჯვებ რა. მზად ვარ ბრძოლისთვის ყველაფრით. მერაბ, შენ როგორ ხარ მზად? დაველოდები მესამე ბრძოლას. დაველოდები მესამე ბრძოლას უფრო რთულ მეტოქესთან. მოგესალმებით ყველას. არის ბრძოლებს? მერაბი ვარ იაშვილი, ზემეც ახელად ტარზანა და რავი, როგორც ყოველთვის, კაი მომზადებული შემოვდივარ ხოლმე და ეხლა მეხუთე ჩხუს ვატარებ და მესამე ბრძოლა მიწევს, არა, მეოთხე ბრძოლა მიწევს პაგრიშკევში. და უფრო გამოცდილი ვარ ამასთან შედარებით, ვიდრე ოქტაგონზე. და ვიცი რა, პაგრიშკევში როგორი ჩხუბიც უნდა და რანაირი ჩხუბიც უნდა და მე რავი, წინააღმდეგი არა ვარ. დავველდოთ ხვალინელ დღეს და შედეგებს დავველდოთ. Yarın nasıl olacak bakacağız diyor yani. Ben daha iyi biliyorum. Yani burada 2 maç vardı. მერაბ, შენ შეგეკითხები კითხვას. ის მომენტი რომ უცხოელ მებრძოლს ებრძვი, უშუალოდ თურქეთიდან, უფრო მეტ მოტივაციას შეგმატებს თუ სულ ერთია შენთვის ამ რინგზე ვინ სივარლე გითხრა უფრო გავრაზებული შემოვა რინგზე ვიდრე ქართელთან რა. რა თქმა უნდა, ეგ ყოველთვის ეგრე იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არუჩე რა, უფრო გავრაზებული შემოვდივარ ხვალ რინგზე ვიდრე აქამდე. და უფრო მაგარი მომზადებული. აჰმედ, ის მომენტი რომ შენ საქართველოში იბრძვი, რამდენად გიძნელებს სიტუაციას და თუ პირიქით უფრო მეტი გამოწვევაა და მეტი мотиваციაა რომ უცხო მიწაზე შენი გაიტანო. Senin içinde nasıl var? Başka memlekette var bu maçlar yani. Sen Gürcülerde boks yapıyorsun, burs pay yapıyorsun. Nasıl? Motivasyon ne var senin diyor. Yani. Allah var gam yok. Vertisi var da bu. Elhamdülillah. Vertigo. Davimarჯვება. შესანიშნავი. რავი, მე მგონი სათქმელი აღარაფერი დარჩა, ბიჭებს თუ აქვთ კიდე რამე სათქმელი, დახარჯეთ ბოლომდე სიტყვები, თუ არა დავაბრუნოთ მიკროფონები და face to face. მაშასე, მერაბ, ტარზანა, იაშვილი, აჰმედ, კან, ჰოჟგორ. კამერებისკენ ბიჭებო. არა, არ გიგო. ხვალ დაუშვათ დღეს
შევახუროთ სიტუაცია. კარგი, გადავიდეთ მე-6 ბრძოლაზე. ეს იქნება ბრძოლა 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მებრძოლი თეთრ კუთხეში ბექა ლომსაძე. და ბექასთან რინგს გაიზიარებს ზვიად მუკვანი. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. სალამი. ბექა, შენით დავიწყებ. ძალიან გინდოდა უშუალოდ ამ გამაზე ჩხუბი, ვინაიდან ბაკურიანში ტარდება, ან ჩემთან სახში ატარებთო, თუ როგორ ჩემთან ეზოში ატარებთ, ჩათვალეთო. კი, იმასე მოგწერ. და პრინციპული იყო შენთვის ეს ჩხუბი. ანუ ის მომენტი რომ აქ მოგიწევს ჩხუბი, ეს კიდევ უფრო შეგმატებს მოტივაციას? კი, თავისთავად, უფრო მეტად მომზადებული ვარ აქ ამ ჩხუბისთვის და უფრო დავამატ ვიდგები აქ ვიდრე თბილისში ვიყავ შეჯიბრზე. აქ უფრო მეტად დავამატ ვიქნები და უფრო გახსნილად ვიჩხუბებ. ზვიად, შენთვის რამდენად, ასე ვთქვათ, დიდ მნიშვნელობას აქვს იმ მომენტს, თუ სად იჩხუბებ თბილისში, ბაკურიანში, თუ რავი, სვანეთში იქნება მოვიდეთ როგორმე. პირველ რიგში გამარჯობა, გილოცავთ ყველა შობა ახალ წელს. ნუ სადაც არ უნდა იყოს რინგი ერთია, ყველგან მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ოკეი. რამზად ყოფნაში ხართ ბიჭებო, ანუ ბექა, როგორც გითხარი, უფრო მომზადებული ხარ ახალ წლებმა არ ცუდი ზემოქმედება არ იქონია ამაზე და ზოგადად, აი, როგორ აპირებ ამ ბრძოლის წაყვანას, ეხა ოქტაგონზე შენ სრულიად შეგეძლო შენი უპირატესობის გამოყენება, ეს გრძელი ჯების, გადაადგილების, აქ რამეცვლილება შეიტანე შენს მომზადებაში თუ ასე ვთქვათ, ისევ კლასიკური კრივით შეუტეო და შენ სავეცკი ჯებს გვაჩვენებ. კი, სადაც არ უნდა ვიჩხუბო, ჩემთვის როგორც ვიჩხუბობ, ისე ვიჩხუბებ, რა. სტილი რაც ამაგ ამ სტილს რანაირად ვერ შევიცვლი, მაგრამ გინდა პაგრეშკებში ვიჩხუბო, გინდა რინგში ვიჩხუბო, რა ქვია ამას. კეიჯში, მაინც იგივენაირად ვიჩხუბ, რომ ბავშვობიდან ასეთი სტილი მქონდა, ასე ვბრძოლობდი, ჟელგაც ასეთი მქონდა და ყველგან ასე ვიჩხუბებ. მაგრამ შევხედავ თუ პირველ რაუნდში ტექნიკურად ბრძოლა არ წამივიდა, ვეცდები მეც რომ კლინჩში წავიყვანო ჩხუბი. მაგრამ კლინჩშიც არ ამგონია რომ გამოგვივიდეს ჩვენ ჩხუბი, იმიტომ რომ მე ვნახე ჩხუბი. ზვიად ეჩხუბს უყურე და არის ფიზიკურად ძლიერი ბიჭია, ტექნიკური ბიჭია და უფრო როგორც მე და ჭყადუას გამოგვივიდა. ტექნიკური ბრძოლა და უფრო სანახაობრივი ჩხუბი იყო, ჩვენი ჩხუბიც ასევე იქნება ძალიან ტექნიკური ბრძოლა და გაიტანს სამივე რაუნდს. ზვიად, შენ რა სიტყვი ამაზე, ანუ მეც დავეთანხმები ბექას, ესე ვფიქრობ, რომ ბოქსი იქნება რა, ეს უფრო კლინჩს ნაკლებად იქნება, ბექას. ხა მაყურებელი იმენა გაგიჯავრდება, კრივი, ბოქსი არა, კრივი. კი ბატონო, კრივი იქნება. რავი, ბექას არ კლინჩავს, მეც არ მიყვარს კლინჩი და კრივი იქნება კლასიკური. კეთილი და მუშტი კრივში კლინჩი რო ერთ-ერთი ისეთი კომპონენტია რა, რომელსაც უნდა ანგარიში გაუწიო. უბრალოდ ეს გემოვნების ამბავია თუ ჯერ არ აღიქვი ეს მომენტი. აღვიქვი, მაგრამ გააჩნია მეტოქეს რა. თუ დაგჭირდება იმასაც გამოვიყენებ კლინჩსაც და ყველაფერსაც. ამ კლასიკური მოკრივია ბექა და ესე ვფიქრობ, რომ ნაკლებად დაგჭირდება. ესე იგი ლამაზი კრივი გველის ხვალ და ვისი კრივი აჯობებს, გავარკვევთ ხვალ. კი ბატონო. მე მგონი სათქმელი აღარაფერი დარჩა. თუ უცდები ბიჭებო, დაამატეთ, დახარჯეთ ბოლომდე სიტყვები. თუ არა და დააბრუნეთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ეს ორი მებრძოლი ერთმანეთს. კი ბატონო. დავამატებ კი. წერა შემკითხა სად ვარჯიშობდი მე და მაგას პასუხი არ გაგეცი. და ეხლა გაგცემ პასუხს რა. ვარჯიშობდი აქ ბაკურიანში. რაიმონდ რეზიდენში გავიარე. ძალიან კარგი მომზადება და ვარ იმის ისეთ ფორმაში რომ მოიპოვო აქ გამარჯვება. და ვეცდები ყველანაირად რომ გადავიდე რიგიდან თავაწეული და ვიყო გამარჯვებული. შესანიშნავი. პირისპირ ბიჭებო. ბექა ლომსაძე, ზვიად
მუკვანი კამერებისკენ და ნუ დაგეზარებათ აპლოდისმენტებით გავაცილოთ ეს ბიჭები ვინაიდან ეს ბრძოლა ერთ-ერთი კიდევ ნუ ერთ-ერთი პრეტენდენტია ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია ჩემი პირადი აზრით ბონუსებზე როგორც მოგეხსენებათ მრავალი ბონუსიელი ჩვენს მებრძოლებს ამიტომ თვალი არ დაახამხამოთ ხვალ და რა თქმა უნდა მე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს გენერალურ სპონსორს ოპერა ბაილიდერბეთ აპლოდისმენტები გთხოვთ აჰა და გადავიდეთ მეშვიდე ბრძოლაზე ეს ბრძოლა იქნება 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მებრძოლი თეთრ კუთხეში ნიკა კალანდაძე მე ძალიან მიხარია რომ ასეთი გამოცდილი სპორტსმენები მოდიან გამაში და ნიკას მეტოქე ძალიან დიდხანს ველოდეთ და დაგვიბრუნდა თანაც კრივის ქამრით გელა თეგაშვილი აი ამ ბრძოლაზეც ეგრევე გავასწრებ მოვლენებს ვიტყვი რომ ნახდათ ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია ბევრ ბონუსზე უკაცრავად ჩემი ხმა აღარ მესმის არა და მიკროფონში ვლაპარაკობ კარგი ბიჭებო უპირველეს ყოვლისა ნიკა შენ შეგიკითხები ჩვენს დიდი ალბათობით დიდი ნაწილი ჩვენი მაყურებლის კი გიცნობს სხვა საბრძოლო ხელოვნებიდან თუმცა გამას უზარმაზარი აუდიტორია ყავს და უმეტესი ნაწილი არ გიცნობს და გაგვეცანი გამარჯობა მოგესალმებით მე ვარ ნიკა კალანდაძე MMA-ის მებრძოლი გილოცავთ შოუბა ახალ წელს და შეეხება ბრძოლას და ჩემს მომზადებას ნუ ყველანაირად მომზადებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ რომ გავიმარჯვო და ჩემი დებიუტი შედგეს ეგრევე მეორე კითხვას დაგაწევ რამდენად ასე ვთქვათ დიდი გამოწვევაა შენთვის გამას არ შემეშურება ეს სიტყვა ვარსკვლავთან ეგრევე დებიუტში რომ ანუ ეგრევე განსაცდელში ჩაგაგდეთ პირდაპირ ვიქნები და რამდენად დიდი გამოწვევაა ეს შენთვის და რამდენად თავდაჯერებული ხარ ამ გამოწვევაში თავდაჯერებული ვარ ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის მიხარია რომ ესეთ კარგ მებრძოლთან მიწევს შერკინება განვითარებისთვის ეს მებრძოლისთვის ძალიან კარგია შესანიშნავი ნახდათ აპლოდისმენტების ღირსია გელა მიხარია ისევ ჩვენთან რო ხარ სადიყავი აღარ შეეკითხები უკვე რამოდენიმეჯერ ვახსენე რომ სუფთა ხელით არ დაგვიბრუნდი ნადავლით დაგვიბრუნდი და ზოგადად რა გეგმები გაქვს რომ მოგვიყვე ამ ბრძოლაში და გამაშიც მოგესალმებით პირველ რიგში ყველას გილოცავთ შოუბა ახალ წელს მრავალს დაესწარით ну რაც შეეხება ჩემს ასე ვთქვათ დაკარგვას ყველა მიცით რის გამო და რატო დავიკარგე მაგრამ კრივში მქონდა საკმაოდ რთული ბრძოლები და რა ვიცი ალბათ დავიმსახურე ის რომ კამარის მაქვს უფლის წყალობით კრივში და რაც შეეხება ხვალინდელ ბრძოლას მეც რა თქმა უნდა საუკეთესოდ მოვემზადე ამ ბრძოლისთვის, იმიტომ რომ ნიკას ჩხუბები ნანახი მაქვს, ვიცი როგორი მებრძოლია და ვიცი რომ წინა მებრძოლებთან გამაში ვისთანაც მქონდა ბრძოლები, წინა მებრძოლებთან შედარებით დიდ კონკურენციას გამიწევს და ჯერა რომ ესეც იქნება. რა თქმა უნდა, ჩემიდანაც მაქსიმალური წამოვა, არ ვაპირებ ამ ბრძოლაში დანებებას და მინდა რომ ჩემი წაუგებელი სერია უფრო გავამყარო. და რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, ჩავერთვები გამას 60 კილოგრამის კამრის შეჯიბრში, ასე ვთქვათ. და რა ვიცი, უფლის წყალობით მჯერა რომ ყველაფერი გამომივა ისე როგორც მე მინდა. შესანიშნავი. ანუ
აგერ კითხვები, როგორც იქნა კითხვებია, ხო? არის კითხვები? არა? აჰა. არის კითხვები. აკა კაკრიაშვილი ამას ველოდი ნამდვილად. გამარჯობა გელა. გამარჯობა. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ისიც რომ პროფესიონალი მოკრივე ვარ, საკმაოდ დიდი გამოცდილებით და მაქამარს, რომელიც წელზე შემოქვიე შენ ქალაქში. ტიპთან, რომელსაც 71 წაგება კრივში, მე მგონი არც ისე გასახარებელია ასეთი კამარი. დავამთავრებ, ხო? მოусმინოთ ერთმანეთს თუ ორ ხმაში სიმღერა გამოგივა, ლაპარაკი არ იქნება. რა ვქნათ მაქამარზე, როგორ ვისაუბროთ, სოციალურ ქსელში ქონა იმოწერა და მითხარი, რომ კი გავისაუბროთო და ეხლა ახსენე კიდე რომ 60 კილოს კამარი მინდა გამაშიცო და გამას 60 კილოს კამარისთვის შიშველი მუშტებით იბრძვიან. ხარ მზად შიშველი მუშტებით შემერკინო? ჯერ იქამდე საკმაოდ დიდი დრო მაქვს, ასე რომ არც მაგისთვის არ ვიქნები მომზადებელი. რაც შეეხება იმ 71 წაგებას, შენს კარგად იცნობ ხუჩას, ვისაც მე ვეჩხუბე და როგორც პროფესიონალი მოკრივე, კარგად იცი რომ 90 ბრძოლა ნამდვილად არ არის კრივში ცოტა კი არა ბევრიც არის და კარგად იცი რომ ხუჩას ჩემზე ბევრად მეტი გამოცდილება აქვს, ასევე შენზე ბევრად მეტი გამოცდილება აქვს. მზად ვარ ხუჩასთვისაც რა პრობლემაა? არა, მაგას არ ვიძახი რომ მზად არ ხარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე გამოცდილებაზე მაქვს საუბარი. და მაგას რომ ასე ვთქვათ, მიაწექით, ცოტა ისე ჟარგონულად რომ ვთქვათ, რომ 71 წაგება, ну რავი, 90 ბრძოლა, ნამდვილად არ არის ცოტა და ის 71 წაგება, ну რავი, აი როგორ გითხრა, შენც კარგად იცი რა და როგორ ხდება კრივში და როგორ არის ვერ განასხაზღვრავ, რამდენს მოიგებ, რამდენს წააგებ, მაგრამ 90 ბრძოლა ნამდვილად არაა ცოტა რა. კაი, არა უშავს, ну ეს ჩავფარცოთ 71. აი ამაზე რა ვქნათ ახლა? შიშველი მუშტებით. აბა? აკა მოდი მე ჩაგეჩრებით. ну ამაზე გაქცა მე მგონი პასუხი, მაგრამ მანამდე მისასვლელები ხართ ორივე? ჯერ ვაკანტურია ეს კამარი? კამარზე არ მაქვს საუბარი, ну შიშველ მუშტებზე ხო რავი, მომზადები და ვიჩხუბოთ ხო სწორად გავიგე. წეგან გელამ უნდა იჩხუბოს წინა საქამრე, ხო ასე არის? მე მზად ვარ რომ წინა საქამრებით ვიჩხუბო, ან წინის წინა, რომელსაც უნდა ეს ბრძოლა წინა საქამრე არ არის, კაცო რა. ო, ესე იგი მწარი ინფორმაცია მაქვს. რაღაც არა. არასწორი ინფორმაცია. ცოტა გრძელი გზაელის გელას. ამიტომ რავი, მე ვფიქრობ რომ 60 კილოში ინტრიგით არის ახსავსე, ხარ შენ, არის გელა შემოგვიერთდა, ბაკური, ვენუმი, ჯერ კიდევ ყოყმანობს, ავიდეს ისევ მაღლა თუ დარჩეს 60 კილოში, ციკლაურიც არ ვიცი, აგრძელებს თუ არა კონტრაქტს, მაგრამ მე ვიმედოვნებ რომ გააგრძელებს და ასეთი კონკურენტული წონა ჩემთვის ძალიან გასახარია და შევხედოთ მოვლენებს, ნუ გავასწრებთ გელას ჩხუბი უკვე ხვალგველის, შენ ჩხუბსაც ვიმედოვნებ რომ სულ მალე ვიხილავთ და დავტკბებით და მერე ვნახოთ რა. ანუ ძალიან დიდხანს არ დავაყოვნებ საქამრო ბრძოლას 60 კილოში, თუმცა ჩვენს მაყურებელსაც ვეთყვი, ჩვენს მებრძოლებსაც ვეთყვი, რომ გრან-პრის ვატარებთ ერთდროულად ორ წონაში, გრან-პრის მოგებულს 25,000 უნდა გადავცეთ და ეს იპოთეკასავით 10 წელის განმავლობაში არ მოხდება. ერთიანად ჩაურიცხავთ, ეს სერიოზული ხარჯია ჩვენ ორგანიზაციისთვის. ჯერ T-Mobile არენაში არ ვატარებთ სამწუხაროდ და ცოტა სხვა სიმაღლეზე დავფრინავთ, თუმცა მე მგონი არც ისე ცუდად მივდივართ, რავი, რა სიტყვით. და 25,000 საქართველოს თვის არც ისე პატარა ფულია, ამიტომ ამ გრან-პრის ჩავამთავრებთ და რავი, უფრო შუა ან გვიან გაზაფხულისთვის თუ ზაფხულში ჩავატარებთ 60 კილოშიც საჩემპიონო ბრძოლას და აი ვინ მივა და ვინ გაასწრებს ამ საჩემპიონო ბრძოლაში, ხო? ძალიან დიდი კონკურენცია, როგორც თქვი, ჩვენ დავინახავთ, დრო აჩვენებს და თუ ბედი ისე იქნება, რომ
შენ და გელა გაიზიარებთ საბურავებში ვისურვებდი მე ამ ბრძოლას შიშველ მუშტებზე. თუმცა, რავი, ეხლა ნიკა ძალიან უყურადღებოდ დარჩა და მოვლენებს ნუ გავასწრებთ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დავამთავრებ ერთი რაღაც. შეიძლება ნიკაც ჩაერთოს ამ ბრძოლაში. ერთი წელია თითქმის არ მიჩხუბია მოტეხილ ხელს ვიშუშებდი და ძალიან ბევრი მებრძოლი გამოჩნდა 60 კილოში. ალბათ ძალიან ბევრმა იფიქრა, რომ აქედან წავედი, მაგრამ კაკრიაშვილი არსად არ წასულა, კაკრიაშვილი აქ არის და კაკრიაშვილი მზად არის ნებისმიერი თქვენთაგანისთვის. მხოლოდ შიშველი მუშტებით. გელოდებით უყურას. მზად რო არ ყოფილიყავი, მეც არ დაუბრუნდებოდი, სიმართლე რო გითხრა. ერთი რაღაც მეც დამრჩა სამთქმელი, ნუ 60 კილოს კამარს ვიმსახურებ თუ არ ვიმსახურებ, ეგ ცალკე თემაა და მომავალში გაირკვევა. მე აქ იმიტომ მოვედი და ზოგადად იმიტომ ვიბრძვი, იმიტომ ვჩხუბობ, უკვე მე-10 წელია, რომ არც წაგების და არც დაგდების არ მეშინია. შეიძლება წავაგო კიდეც, შეიძლება დავეცე კიდეც, მაგრამ თუ არ დავეცით, ადგომას ვერ ვისწავლით. დავეცემი უფრო ძლიერი დავბრუნდები მომავალში, ასე რომ ნებისმიერ ყველა ესეა, ვინც ნამდვილად სულით მებრძოლია. ხო და მე ნამდვილად სულით მებრძოლი ვარ. შესანიშნავი. ნიკა, რამეს ხო არ დაამატებდი? რაღაც უყურადღებოდ დაგტოვეს ბიჭებმა და მე მგონი შენც გააქვს გარკვეული ამბიციები და არა, არაფერს არ დავამატებ, ხვალინდელი დღე გვაჩვენებს ყველაფერს. შესანიშნავი. კეთილი, დავაბრუნოთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ბიჭები. გელა თეგაშვილი, ნიკა კალანდაძე. კამერებისკენ. აპლოდისმენტები ჩვენს მეომრებს. მაშასე გადავიდეთ მხოლოდ შიშველ მუშტებზე. ანუ გრან-პრის ბრძოლებზე. და პირველი ბრძოლა 62 კილოგრამ და 500 გრამი. წონითი კატეგორია ეს. და მებრძოლი თეთრ კუთხეში გიგა თაბუკაშვილი. და გიგასთან რინგს გაიზიარებს ხეზრეთ კოშჩანოვი. ბიჭებო, აბა რამზად ყოფნაში ხართ? გიგა, შენთან გადმოვალ, ხეზრეთს ხელმეორედ დაუსვავ კითხვას, ვინაიდან ქართულად მე მგონი ჯერ კიდე ცუდად ლაპარაკობს. მოგესალმებით ყველას, მოგილოცავთ შობა ახალ წელს, ბედნიერების წელი ყოფილიყოს ყველასთვის და წარმატების. რაც შეეხება ჩემ მომზადებას, ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მოვემზადე რაც შემეძლო ყველანაირად, როგორც შეიძლება ითქვას პიკში ვარ, ჩემი მომზადების. და ვარ ყველაფრისთვის პიკშია კაცი. ყველაფრისთვის მზად ვარ. კიდე ეს მოგება იყოს, კიდე წაგება იყოს, ყველაფრისთვის მზად ვარ. Ребят, я спросил Гигу, в какой форме, он говорит, он в пике и готов ко всему, вообще ко всему. Ты в какой форме и к чему ты готов? Добрый вечер. Если он готов на все, то думаю, завтра вечером тут будет кровавый бой. Все приходите, увидите такой хороший бой завтра вечером. ხეზრეთმა ბრძანა რომ გიგა თუ ყველაფრისთვის ამზადო, ესე იგი ძალიან სისხლიანი და სანახაობრივი ბრძოლა გველისო. ამიტომ ხვალ მობრძანდით ყველა ვინც ბაკურიანში კი არა, ვაფშე სამცხე ძავახეთში ხართ და რა თქმა უნდა, ონლაინ გვიყურეთ და YouTube-ზეც. რავი, მე მგონი დიდად სათქმელი აღარაფერია. თუ რამე დაგჭათ კიდე სათქმელი თქვით? მე დიდი პატივი ვცემ ამ სპორტთან დაკავშირებით, ვიცი რომ კარგი სპორტსმენია, ყველაფრთვის მზად არის და ვეცდები რომ დავუდგე ბოლომდე და ვიჩეხავთ როგორც შეიძლება ისე რა. მე ყველაფრთვის მზად ვარ კიდევ ერთხელ. Гига выразил уважение, говорит, что он знает, насколько ты хороший боец, и он также уверен, что завтра будет отличный бой Рубилова, если говорить по-русски. И ждет не дождется завтрашнего боя. Что тебе есть добавить на это? Ну, особо я не люблю много говорить.
Я просто хочу, чтобы завтра настало, и хочу показать этот бой. Я его тоже уважаю как человек и как боец. ხეზრეთმა ბრძანა რომ ასევე პატივსცემს გიგას როგორც ადამიანს და როგორც მებრძოლს ბევრს ვეღარ ილაპარაკებს უბრალოდ ხვალინდელ დღეს ელოდება და ძალიან უნდა გვაჩვენოს ეს უმაგრესი ბრძოლა. ოკეი. ხვალამდე სულ ცოტა დრო გადაგჭა. დავაბრუნოთ მიკროფონები და პირისპირ გიგა თაბუკაშვილი, ხეზრეთ გოშანოვი მეგობრებო. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. შესანიშნავი. შემდეგი ბრძოლა. მეცხრე ბრძოლა და მეორე ბრძოლა გრან-პრის ფარგლებში. ორივე გამას მაყურებლისთვის ძალიან ცნობილი, ფრიად საყვარელი და სანახაობრივი მებრძოლია. და პირველი მათგანი ელგუჯა ბიძი გოგია. და ბიძი რინგს გაიზიარებს კოტე ზომბი ჭკადუა. მაშასე მებრძოლებო, მე პირადად ძალიან დიდ მოლოდინში ვარ ამ ბრძოლისთვის. ჩვენს მაყურებელს ვეტყვი რომ ამ ბრძოლაში სამწუხაროდ ელგუჯამ ამ ბრძოლისთვის უბრალოდ ელგუჯამ წონა ჩააბარა 2 კილოგრამი და 500 გრამის დარღვევით, რაც ნიშნავს რომ ფინანსური ჯარიმის გარდა კოტეს სასარგებლოდ სამივე რაუნდს ის დაიწყებს მინუს ქულით. და აქედანვე ელგუჯა კითხვა შენსკენ. ეს წონითი უპირატესობა წინასწარ იყო დაგეგმილი და ნოკაუტზე ორიენტირებული ხარ თუ ახალი წლები, საცივები, გოჭები და ასე შემდეგ. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, გილოცავთ შობა ახალ წელს და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. რაც შეეხება ჩემს მომზადებას, ძალიან მაგრად ვარ მომზადებული და წონასთან დაკავშირებით რაც შეეხება, ვერ ჩავაბარე, იმიტომ რომ პრობლემები შემექმნა წელზე დაკავშირებით და არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს მინუს ქულით. მე ხვალ გამოვალ ამ რინგზე და გამარჯვებული გავალ ამ რინგიდან. მინუს 3 ქულა. ოკეი. შემოვალ და გამარჯვებული გავალ ხვალ. კეთილი. კოტე. ანუ ეს დაუგეგმავი იყო, როგორც გავიგე, ხო? კი ბატონო. ხო. კოტე, რას ფიქრობ? ეს საახალწლო საჩუქარი ყოველ რაუნდში ქული, ერთი ქულით უპირატესობით რას განაპირობებს შემბრძოლაში, შეცვლი თუ არა game plans, თუ ისევ მუდმივ შეტევაში შენ სტილს არ უღალატებ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად მოგებული გაგბრძოლა თუ სწორად წაიყვან ფრთხილად, ხომ? მოგესალმებით პირველ რიგში. ყველამ კარგად იცის ვის ვარ რა, არ ჭირდება, არ ჭირდება მე აქ გამოცხადება, ამ პაკრიშკებში ვარ თითქმის გაზდილი. უკვე მე-17 ბრძოლა ჩემთვის და არც ერთხელ თავი არ დამიზოგია და იმის ფიქრი არ მქონია ნაკლები მომხდეს და რაღაც. ხვალე რაც მქონდა გეგმაში, მე აკასთან ვარჩობდი პრაიმ ბოქსინგში, ცალკე ფიტნეს როიაში ვარჩობდი ფიზიკურად და ჩემი გეგმა იყო მუდმივი შეტევა. მე ანგარიშები მაქვს მაგბიშთან გადასწორებელი. მე მაგის სისხლი უნდა დავინახო, მაგის გახლეჩილის სახე უნდა დავინახო. ფეხებზე კიდეა ყველანაირი მინუს ქულა მაგის. მაგას ვერ დაინახავ ვერაზრობ. მაგას ვერაზრობს ვერ დაინახავ. ხვალე ვინახავ. ხვალე განახებ ზუსტად, მე განახებ. შესანიშნავი. მე კიდე ერთი კითხვა მაქვს. ელგუჯა, შენ გამორჩეული ხარ, შესანიშნავი რეაქციით, ძალიან მაგარი ფუტვორკით და მეორე ნომრად, უმაღლესი, ასე ვთქვათ, ბრძოლის კლასით. კონტრ ფლოიდ მეიუეზერი ვითხარ თითქმის.
იმის გათვალისწინებით, რომ გამაში აგრესია ფასდება და შენ მინუს ქულა გაქვს ყოველივე რაუნდში, შეცვლი თუ არა ბრძოლის ტაქტიკას? ანუ ისევ კონტრპანჩერად წაიყო ამ ბრძოლას, თუ შენ თვითონაც გადახვალ შეტევაში და ჯვინახავთ ჯახს? შეტევაში რა თქმა უნდა გადავალ, მაგრამ ბრძოლა ანახებს ყველაფერს ხვალ ხალხსაც და თვითონ ჩემს მეტოქესაც. მე ძალიან მაგარი მომზადებული ვარ და ხვალ მე ამ რინგიდან გამარჯვებული გამოვალ. ვერ გახვალ ვერა. გაგიტანენ უბრალოდ. ზომბი იგივე კითხვა შენ, ანუ ელგუჯა იგივე წინა ბრძოლაში, კულუარებში კი მეუბნეოდა ბრძოლაში შეხედეო რა, არ მიჩხუბია მე მთელი 3 რაუნდი კონტრპანჩერათო. როგორც წინა ბრძოლაზე გასაქანი არ მოგეცი, ეხაც არ მოგცემ გასაქანს. ვერც კლინში და ვერც. ხო და წინა ბრძოლაზე ხო იცი სიწყირო მქონდა ისედაც, მაგრამ მიზეზები მე ხო იცი არ მიყვარს, მაგრამ რეალობა ეგ არის, 11 დღის მომზადებით გეჭყვევი მაშინ. თავს არ ვიმართლებ. მაშინ კარგად იჭყვევი, მაგრამ ხვალ ზუსტად ეს აგარიში მაგ შენთან გადასწორებელი. იმიტომ ვარ მაგ აგრესიით, თორე ხალხი არ არის მიჩვეული ჩემგან ეგეთ ლაპარაკს. მაგრამ არა პრობლემა, ნახოთ ხვალ გადაწყდება ყველაფერი. მინუს 3 ქულით იწყებ დარღვევით. არა პრობლემა, მე გამოვალ გამარჯვებისთვის მოვა. შენ როგორც გინდა გამარჯვება, ისე მინდა მეც გამარჯვება. ყველა გასამარჯვებლად მოვდივართ აგერ. მე ბონუსები მოვამზადე უკვე. ზონარო ჩამებარებია, აი საერთოდ ვერ მომიგებდი, მაგაში 100% დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეხაც ვერ მომიგებ. და მაგას მე 100%-ით იმაში ვარ დარწმუნებული, რომ რინგი და ბრძოლა შენი საქმე საერთოდ არ არის. ჩემი საქმე? კაი. მაგი ვნახოთ ხვალ. ვისი საქმეა და ვისი არა, მაგას გადავწყვიტავთ ხვალ. ვინმეს კითხვები ხო არ გვაქვს? მე პირადად გამიჩნდებოდა. თქვენ ადრე მოგეცით შანსი, თქვენ გაუშვით ხელიდან. კითხვა. მოგცემთ. მოგესალმებით ბიჭებო სულ ყველას. წარმატებებს გისურვებ და ტრამვების გარეშე ბრძოლების დასრულებას. ელგუ ჩვენთან მექნება შეკითხვა ძმაო. უშუალოდ ზომბი შენთან შედარებით რა შიშულ ხელებზე მეტად გამოცდილია და რამდენად წარმოადგენს ეს შენთვის პრობლემას, ეს მაინტერესებს. არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს ძმაო, ჩემს მეც გამოცდილი ვარ შიშულ ხელებზე და მისწორდება შიშულ ხელებზე ჩხუბი. კაი ძმაო, გასაგები. შემდეგი კითხვა აგერ იყო? სად გარბიხარ კაცო, მიკროფონი შენთან მოგვაქვს. დაეციეთ მიკროფონი. გამარჯობა. ზომბის თარმა შეკითხვა. რა შეიცვალა პირველი ბრძოლის მერე, იმიტომ რომ ელგუჯას მომზადება მე ვიცი და მაქსიმალურ ფორმაშია ამ წუთას. რა შეიცვალა შევიდა ელგუჯას პირველი ბრძოლის მერე, თელი ჩემი სამყარო შეიცვალა, სიმართლე თუ გაინტერესებს. მე გავიარე ყველაზე რთული კემპები და ხვალ ისეთ ზომბის ნახავს, რომელიც არ გინახიათ, მაგის პირობას მე პირადად გაძლევთ. იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვარ, ძალიან მოტივირებული ვარ, ძალიან მომზადებული ვარ და ყველაფერი მაქვს საერთოდ რო ეგ ბიჭი მეორე ჯერ იქ აღარ ამოვიდეს. შენ უფრო მაბრაზებ მე ახ. ეგ ვიცი კი რომ მაგის მერე 10 ბრძოლა გავიდა შენი, მაგრამ ეხა ბოლო ბრძოლებს რასაც უყურე, ძირითადად კლინჩის ხარჯზე წამოიღე და ელგუჯას ფუტფორკი რო ვიცი, კლინჩი ცოტა შესვლა რთული იქნება. ხო და ეხა უფრო კრივის ხარჯზე მოგიწევს და კი ვიცი რომ კრივის გაგვეთილები გქონდა და ეხა რას აპირებ? ხვალ ნახავთ რასაც ვაპირებ, კრივის ვაპირებ, ჩხუბს ვაპირებ, ბრძოლას ვაპირებ, სისხლის დაღვრას ვაპირებ. მე ამ რინგზე ვდგავარ თელი ცხოვრება, მე არ გავბივარ არასა წაგების მერე და მე ისე უკან არ ვუნდები. მე მაგ რინგზე ვარ და მაგ რინგზე ვიქნები. წარმატებები ორივეს. მეც აქ ვდგავარ და აქ ვიდექი და დამიდექი ახლა face to face. დაუდგეთ! კითხვები ხო აღარ არის? ხო. ხორავს მოუყარე საშუალება. კარგი, face to face. ელგუჯა, ბიძი, გოგია, კოტე, ზომბი, ჩქადუა! კამერებისკენ მებრძოლებო! აპლოდისმენტების ქუხილი დაუთმეთ ამ ბიჭებს! ეს არის ქუხილი? რა ცუდად ქუხს! ბაკურია ეს რა ლაითად ქუხს თურმე. კარგი, გადავიდეთ კიდევ ერთ ბრძოლაზე, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მე დიდ მოლოდინში ვარ უშუალოდ ამ ბრძოლისთვის. მაშასე დავით
Stoner Badurashvili და მისი მეტოქე Nair Akhalkalakski Melikian ბიჭებო როგორ მზადყოფნაში ხართ ბადურ არავისთვის არ არის ეს საიდუმლო რომ აშკარა ანდერდოგი ხარ ამ ბრძოლაში თუმცა ასეთი შემართებით ასეთი თავდაჯერებით და ასეთი ასე ვთქვათ შეტევით ჯერ არ მინახეთ რამ განაპირობა ეს რა გაძლევს ამ თავდაჯერებას მოგესალმებით ყველას არ გილოცავთ არავის არც ახალ წელს არ ჩობას მე რა განაპირობა მაგან რა კი არა რა დავაშავეთ რა თვალილოცავ რა იმენ არ გილოცავთ არავის ესე ფიზიკურმა მომზადებამ პირველ რიგში ასე თუ ისე რეჟიმმა და შრომამ რა ხო ანუ შრომამ ოკეი ძალიან ვაჯიშმა რა შენ ხო დათო ხარ კი მე ვარ რა ძალიან მიყვირს ესეთი რაღაცები ნაირ ვიცი ცოტა გაგაბრაზა ის გავუგვირდება ბევრი რამ ვიდეოში ვდახედა როგორ შემართებით ხარ აპირებ თუ არა იმას რაც ვიდეოში თქვი და რას ველოდოთ ხვალ როგორ ბრძოლას Вообще, ինքնավ գիտեո ես ենք նոր Երևան գերտանք ժարետ կմերցումները մասնակցեինք, բայց վիդեոյի մեջը կաշեմ որ ինքն ինձ մատսուս գուտա, չի կարելի։ Մեր Հայաստանի եւ Վրաստանի մենտալիտետի մեջ դիք չի կարելի։ Դիք տաղավարի չէ։ Մենք տաղամարտ տաղա ենք, եթե բանեմ կա, բրամո կերնաս դեմս կանից բրամո ասես։ Մոգեսալմևից ուվորած թվիտոն գարգად იცის მე ნიშნავს ჩვენ ბევრჯერ ვიღავით შეჯიბრებაზე ერთად სამსონხეთშიც ვიღავით просто საქართველოს და სასონხეთის მენტალიტეტში ეგ ცუდი საქციელია და სწორედ არ არის თუ რამე არის წინააღმდეგ დადექი და პირდაპირ გეტყვი თუ რამე გაქვს მაგრამ მე ნახავ რა ეგ ჩემი სტილია და მეორე რა იცით გადაუთარგმნე რა თვითონ ადამიანი და ეს ყველაფერი გამოწვევად არ მეყო და მე ყველაფერი უფრო გავამწვავე რა ეგ გავაკეთე შენთან არაფერი პირადული გარდაჭხუბისა ხვალ ესენგეინ ხო გაი ესენგეინ სა ბრამო პირველ ნომერն հետ կապել եմ այսպես բան չեմ երել ոչ ես եմ երել ոչ այրանք թույլ չեմ դա իրոք չի կարել է մեկ ադրեսը вообще ինձ հետ մի են այդպես բաներ ասիկ ինձ համար դիք տաղավարի չեմ արժե մենք տաղային ու մենք եթե բանում ունենք բրամո իրար դեմ աստեղ դե խոսենք եթե բան մանենք կառնանք էլ դուս խոս ჩვენ ლესენგეში ნაშხუბი მაქვს მაგრამ არავინ ჩემ წინააღმდეგს ასეთი საქციელი არ მოიქცევა და არც გავიშვებ და არც ძალიან პირადულად მომიუღებს უთხარით ერთი ზუთი გადავთარგმნე დამავიზდა ახლა ხო და ეგ ჩემთვის ცუდია გაუგებარია მიუღებელია და ჩვენ ვაჟკაცები ვართ ყველა რინგზე გამოვიხადოთ და აქ ვიჩხუბოთ დანარჩენი საუბარი ჩვენ როგორც მენტალიტეტში ცოტა სხვა მე არ მომწონს პირადად და მე არ მევასება რომ ჩემი მეტოქე ასე მოიქცება შემდგომ მთელ ესენგეში და ევროპაშიც ვიღავი არნაირი არც ერთი მეტოქე შემდგომ ასეთი მიმოქცება არ მამაცია დავითი სხვანაირად რო იტყვი იმას ეთყვი რომ ძალიან პირადულადაც ნუ მიიღებს მაგას და რაც მე ვთქვი წერან ხო გადაუთარგმნე ხო იმედია გაიგოცმაო რამე არა პრობლემა აქ ვართ ეხაც չէ вообще շոուինա ձև գա ջոգես կը շոուին լունա շոուս դեդաց աշե շոուինա ձև գա շոու თავისით მოდის չէ չի կարել ասենք մենք եվրոպայու ամերիկայու բան չենք սորվե մենք ունենք Վրաստան մենք ունենք Հայաստան ուժեղ մենտալիտետ մենք ունենք ուժեղ դաստիարակություն რა ուրას ձախის ჩვენ
საზღვარგარეთის ევროპის ან ამერიკიდან არაფერ არ მოვიტან აქ ჩვენი მენტალიტეტი გვაქვს და ჩვენ ვაჟკაცობა გვაქვს უნდა ეს ვაჟკაცობა მივახციოთ წინ ანუ რავი ხა უნდა ჩაეხუტოთ და ხვალ ჩხუბი უნდა იმას ქნა გავაუქმო თუ რა ხდება ეხლა არანაირად კარგი მაშინ სანამ მართლა ესე მოგვიწია დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს Teče jes Iran, jes mishta Iran harkelen, mishta iraret Facebookov gervelenk sink. Megas mishter kayank dave, megas mishta Antonelenk. Tore ყოველთვის ჩვენ კარგი ურთიერთობა გქონდათ ყოველთვის ეგრე იყო ნამდვილად და პრობლემა არ იყო საერთოდ პროსტე ეგრეშანთვის გაუგებარი და ეგეც ცოტა შევახუროთ არა უშავს რა ხვალ ყველაფერი კარგად იქნება ხვალ ჩხუბის მერე ხინკას ჭამს რაღაცა უეჭველი ძმა ხინკალი უეჭველი უნდა ვჭამოთ მაგრამ ჯერ ვიჩხუბოთ მოდი რა კარგი ვიჩხუბოთ დავით ბადურაშვილი ნაირ მელიქიან კამერებისკენ კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები მებრძოლებს აჰა და ერთადერთი კითხვა დამრჩა სანამ main events გამოვაცხადებდე მზად ხართ საჩემპიონო ბრძოლისთვის მზად ხართ მაშასე პირველი მებრძოლი ბაბუ გიორგი კირვალიძე მოგესალმებით ყველას აქ დასწრე საზოგადოებას და ბესო ფარჯიანი ჩვენს მაყურებელს მოვახსენებ რომ ეს ბრძოლა ბაბუმ დააზღვია ბექა კორტავამ მოკლედ რო ითქვა ზურგის ტრავმა მიიღო რის გამოც ბრძოლა უბრალოდ ვერ ჩაატარა ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიმედოვნებდით რომ ეს ტრავმა არ იყო სერიოზული თუმცა ნუ ჩათვალეთ დღეს ნაადრევ დილას გავიგეთ რომ უშანსოდაა ეს ბრძოლა ამიტომაც როგორც გამოვაცხადეთ ბაბუ აზღვევდა ამ ბრძოლას რისთვისაც მას დიდი მადლობა სრულ მზადყოფნაშია წონა ორივე მებრძოლმა ჩააბარა ამიტომ გამას ეყოლება 70 კილოს დროებითი ჩემპიონი თუმცა ეს მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ამ წონას ინტრიგა შეემატება და რა თქმა უნდა ახლომავალში ტიტულებს გავაერთიანებთ აბა ბიჭებო რა მზადყოფნაში ხართ ბაბუ შენით დავიწყებ მე ყოველთვის ბრძოლას ველოდები რა ყოველთვის ველოდები რაიმე შეიცვალოს ვინმე ჩაეხსნას რამე აი მე ამ ყველაფრისთვის მე მზათა ვარ 60 65 75 84-ში მიჩხუბია მე სულ ბრძოლა ჩემთვის აი ნებისმიერ მომენტში შეგიძლია ღამეს 12 საათი დამირეკო წვინ მოტეხილი ნეკნემ გადეხილი ხთითე მოტეხილი მე მაინც ჩხუბობ და ფილტვების ანთებით ჩემთვის პრობლემა არ არის და ეს ყველაფერი აი გიორგი დამირეკა დოლიაშვილმა და იმდენად გამეხარდა ტელეფონზე რაღაცინებს და რაღაც ისეთი ემოციები მქონდა ეს იყო ჩემთვის ძალიან მაგარი რომ აი ბრძოლა რო შედგა ჩვენი და ეს ძალიან מחარებს და მომზადება რაც შეეხება როცა არის შესაძლებლობა მაგის და ჯანმრთელობა ხელს მიწყოს მე სულ ფორმაში ვარ შესანიშნავი ბესო შენ რა ფორმით ხარ რა ფორმაში ხარ მოსული ამ საჩემპიონო ბრძოლისთვის ვიცი რომ ბექასთვის ემზადებოდი და ამასთან დაკავშირებული ეგრევე მეორე კითხვას დაგაწევ ბაბუ გაბარიტებითაც განსხვავდება ბრძოლის სტილითაც და რამდენად კომფორტული იქნება შენთვის ამ ასე ვთქვათ გადაწყობა უცბად ამ მოკლე პერიოდში ახალ მეტოქეზე ანუ რა ფორმაში ხარ და შეძლებ თუ არა გადაწყობას მოგესალმებით ყველას ფორმაში კიდე რა ჩვენია ფორმაში ვარ
მე და კორტავას და გვეჩხუბა, მაგრამ კორტავა ჯანმრთელობის გამო ვერ იჩხუბა და უსურება მალე გამომჯანმრთელებას და მე კიდე მე და კორტავა შევხვდებით რა თქმა უნდა, მე და ბაბუ თუ რომელი გახდება ჩემპიონი ამ ზონაში. მე კიდე რა ვიცი ამ კამარს კიდე არ დავუთმო როგორც ასეთი. წარმატებას უსურვებ ბაბუსაც და რა ყველა სპორტსმენს ვინც აგერ არის და მადლობა. ბევრმა მაყურებელმა მოგწერა თუ რატო არ წავართვით ბექას კამარი. ბექა ინარჩუნებს კამარს, ვინაიდან ჩვენ ვთვლით რომ არ იქნება სამართლიანი რომ ლოგინში ჩაწოლილ კაცს კამარი წაართვა. იგივე ლევანი ციკლაური მოიყვანა ბევრმა მაგალითში რომ ლევანი მწონა რო ვერ ჩააბარა რატომ წაერთვა მას კამარი და რატომ არ წაართვით ბექას. ბექას წონის არ ჩაუბრობარებლობის გამო არ ჩხუბობს. უბრალოდ ეს არის იგივენაირად როგორც მაგალითად ზურას ჰქონდა პრობლემა ჯანმრთელობასთან და ვერ ატარებდა ბრძოლას, იგივე სცენარია. თუმცა ლევანიმ ჩვენს რეგლამენტით წონა ვერ ჩააბარა და ამიტომ კამარი წაერთვა. მიუხედავად იმისაც, რომ ბრძოლა მოიგო. ეს არის და ეს. ბიჭებო, თქვენ კი რა ვიცი, რამე სიტყვა თუ გაქვთ კიდე სათქმელი დახარჯეთ ბოლომდე, თუ არა და ვეღარ ვითმენ, სანამ ამ რინგს წითლად შევღებავთ. ამიტომ ბაბუ ერთი მინდა დავამატო. აქ მებრძოლები გამოჩდნენ, აი მიკავშირდებიან, რაღაც მოწერები ხდება. მე მინდა ორგანიზაციას მოგმართოთ, ეს ბრძოლა დავაზღვიე და ხდება კენტუსებით. ჩემი ყველა ბრძოლა იქნება შიშველი ხელებით. მე არ ვიბრძოლებ კენტუსით, აი ამ ბრძოლის გარდა. და აქ არიან მებრძოლები, რომელიც მწერენ, მეუბნებიან, მე შილაკი მომტყდება, რაღაც ბოტოქსი გამისკდება სახეზე შიშველი ხელის მოხვედრის შემთხვევაში. მე არ. მე ვიჩხუბებ მხოლოდ შიშველი ხელებით, რადგან მე 30% სადღაც ფელჩატკებით, აი ჩემი შესაძლებლობას მიკარგავს და მე შემიძლია ვიჩხუბო და კარგი შედეგიც დავდო. ჩვენ ამას ხოროდ მივესალმებით, ბაბუ, შენ ხომ იცი, ამიტომ ეს ბრძოლა როგორც იყო შეთანხმებული, ახლა ბოლო მომენტში მე მგონი, რავი, ორივე თანახმად თუ არ იქნებით, რა თქმა უნდა, ვერ გადავთქვა. ბრძოლა შეთანხმებული იყო. თუმცა, ხო, როგორც შევათანხმეთ, ეგრე გავაკეთოთ, თუმცა სამომავლოდ გაგებულია შენი ხმა და მოთხოვნა. ამიტომ რა პრობლემაა? ჩვენ მხოლოდ მივესალმებით შიშველმუშტებით ბრძოლას. ბესო, შენ ხო არ გაქვს კიდე რამე სათქმელი? ავი არაფერი. შესანიშნავი, დავაბრუნოთ მიკროფონები. პირისპირ ბიჭებო, გიორგი, ბაბუ, კირვალიძე, ბესო, ფარჯიანი. ჩვენ გავიგებთ ხვალ, ვისი გახდება 70 კილოგრამის კამარი. მაშასე, გამაგრინჩი, სულმალე. ჩატარდება ბაკურიანში. ჩვენ ცეცხლს დავანთობთ, ნოკაუტების წვიმას მოვაწყობთ. თოვლი დადნება ხვალ. გამა!